მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით ილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა. დღეიდან 3 დღის განმავლობაში 9 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ექსპო ბათუმის ორგანიზებით ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ჩვენ ახლა სწორედ ამ სივრცეში ვიმყოფებით, სადაც ამ წუთებში მზადება მიმდინარეობს. 11 საათიდან უკვე საშუალება ექნებათ ადამიანებს დამთვალიერებლებს, რომ მოვიდნენ აქ. ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფება ექსპო ბათუმის ივენთ მენეჯერი მაგდა პაქსაძე და სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ წლევანდელ გამოფენაზე. დილო მშვიდობისა, მშვიდობისა, მივესალმებით ტელემაყურებელს. დიახ, ბათუმი უკვე მე-16-ად მასპინძლობს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ეს ყველაფერი. წინ ძალიან საინტერესო ღონისძიება გელოდებათ. 11 საათზე უკვე ოფიციალურად გავიხსნებით. აქ დაგხვდებათ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე, წარმოდგენილი იქნებიან თავიანთი კერძებით, ასევე ნაქარგებობა გვექნება, ხეზე რეწვის მასტერკლასიც იქნება, ქარგვის მასტერკლასიც იქნება და ვფიქრობ, რომ 3 დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო იქნება ვიზიტორებისთვის. მაგდა, როგორც ვიცი, 90 დაახლოებით 90 კომპანია იღებს მონაწილეობას 6 ქვეყნიდან. ამაზე რომ ვისაუბროთ, წლიდან წლამდე რამდენად გაიზარდა მასშტაბები და რამდენად იზრდება ზოგადად მონაწილეთა რაოდენობა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ინტერესი იზრდება. მონაწილეებიც განსაკუთრებით ემზადებიან. წელს დიახ 90 კომპანიაა წარმოდგენილი და 50 საგამოფენო სტენდია. რა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან როდესაც მოთხოვნა მეტია, ჩვენც რა თქმა უნდა უფრო დიდი мотивაციით ვემზადებით, რომ საინტერესო და კარგი ღონისძიება შევთავაზოთ მათ. მაგდა, თან მოდი დავათვალიეროთ სივრცე ვიაროთ იმისთვის, რომ მაყურებელს ჰქონდეს შესაძლებლობა და ნახოს თუ რა დახვდება აქ უკვე 11 საათიდან. მაგდა, ზოგადად ამ ყველაფრის მიზანი სწორედ არის ის, რომ ტურისტული კომპანიები გააერთიანონ, გაცვალონ სხვადასხვა ესე ვთქვათ იდეები, ინოვაციური სერვისები. აი ამ ხრივ ადამიანები, ის კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია უკვე იღებენ მონაწილეობას და წლიდან წლამდე უკვე აქტიურად არიან აქ, რა გამოხმაურება აქვს, რა უკავშირი აქვს, რამდენად შეიცვალა, ასე ვთქვათ, მათი კომპანია უკვე ამ გამოფენაში მონაწილეობით. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, როდესაც კომპანია უკვე 10-ჯერ მონაწილეობს და კიდევ აქვს სურვილი და გვეუბნება იმას, რომ ძალიან გვიხარია მაისისთვის დადგომა, რადგან მაისში ვიცით, რომ არის ტურიზმის ექსპო. კი, აქ უამრავი მემორანდუმი გაფორმდა თანამშრომლობის, ასევე წელს გვაქვს სიახლე და B2B ბიზნეს შეხვედრები გაიმართება ხვალ, სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება შეხვდეს სხვადასხვა კომპანიას და სამომავლო ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. ღონისძიების მიზანით სწორედ ეს გახლავთ, რომ ხელი შეუწყოს სერვისებისა და პროდუქციის პრეზენტირებას და სამომავლოდ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მასტერკლასებზეც რო ვისაუბროთ, უშუალოდ რა სახის საინფორმაციო შეხვედრები იქნება და რა სახის მასტერკლასი? ხეზე რეწვის მასტერკლასი გვექნება, ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი გვექნება, თიხის ძერწვის მასტერკლასი გვექნება და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენი ტრადიციები და კულტურა გავაცოცხლოთ და ადგილზე გქონდეს პრაქტიკულად ამ ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა. ნამდვილად, მოკლედ ის, რომ 16 წელია უკვე ეს გამოფენა აქტიურად მიმდინარეობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ძალიან დიდ და სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ და ეს გამოფენა ნამდვილად დადებითად მოქმედებს სხვადასხვა კომპანიებისთვის. წარმატებებს გისურვებთ, მაგდა, და მე მინდა გადავინაცვლო ახლა ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელიც როგორც ვიცი, პირველად არ არის და როგორც კადრს მიღმა უკვე გავიგე, რაც არსებობს ეს გამოფენა უკვე იმ დროიდან თითქმის 16 წელია იღებთ მონაწილეობას. გაგვეცანით ჯერ მოდი მაყურებელს რო გაიცნოთ, რას წარმოადგენთ და მე უკვე მოგესალმებით, ჩვენ წარმოვიდგენთ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, მერის წარმომადგენლები ვართ და ქობულეთის ტურისტულ პროდუქტთან ერთად ჩვენი კუთხესით დამახასიათებელ ტკბილეულით უმასპინძლებით გამოფენის სტუმრებს და ვიზიტორებს. ამ წლების მანძილზე თქვენ უკვე დააგროვებდით გამოცდილებას და როგორც მონაწილემ რო გაგვიზიაროთ, უკავშირი აი წლიდან წლამდე რა იცვლება თქვენს კომპანიაში, როდესაც მოდიხართ აქ, ეცნობით სხვადასხვა ადამიანებს, რამდენად შეიძინეთ, ვთქვათ, ის ბიზნეს პარტნიორები, რამდენად განახლდა, ესე ვთქვათ, თქვენი ურთიერთობები, რამდენად განვითარდა კომპანია? ჩვენ კომპანიას არ წარმოადგენთ, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად ცნობადობა იზრდება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის და ჩვენი თვითმიზანიც ეს არის, რომ გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, წლიდან წლამდე ახალი მონაწილეებიც ემატება გამოფენას და რა თქმა უნდა, ჩვენც ყოველ წელს ახალ ქვეყანას უმოგებდობით, ახალ დამეგობრებული ქალაქები გვემატება, ამ გამოფენის წვლილიც არის, რა თქმა უნდა, ამ საქმეში.
ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ დღეიდან უკვე შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და 11 მაისის ჩათვლით მოკლედ მოხვიდეთ. ნამდვილად სასარგებლო და კარგი საქმეები კეთდება აქ, ასე რომ არაჩვეულებრივი შანსია სხვა პარტნიორების შესაძენად, ახალი კონტაქტებისთვის, მეგობრებისთვის. მოკლედ ამით გემშვიდობებით უკვე ბედნიერ დღეს გისურვებთ.